მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. სურსათის ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის წინ ახალციხეში ამღვრეული წყალი, რომელსაც სხვადასხვა ნარჩენებთან ერთად მატლებიც მოყვებოდა, შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვწერს. ახალციხეში დაბინძურებული წყალი თითქმის 2 კვირის განმავლობაში მოდიოდა. ამ პერიოდში მოსახლეობა მიუთითებდა, რომ წყალი გამოსაყენებლად უარგისი იყო, რადგან იყო ძალიან ამღვრეული, მოყვებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მატლებიც კი. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ახალციხეში სასმელი წყლის სინჯები, რუსთაველის საბარგო სადგურის დასახლებაში, რაბათის დასახლებაში, დიდი მამიშვილის და 9 აპრილის ქუჩებიდან აიღეს. რა რეაგირება ჰქონდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც სასმელი წყლის ხარისხს სწავლობდა. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ნანუკას ფონდის დამფუძნებელის ნანუკა ჟორჟოლიანის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე ცქიტიშვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, გუჯა ხელაიას და აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლის ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ აქტივისტები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ წაიღეს მობილური ტელეფონები. იმის შესახებ, რომ დღეს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა. საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. აქციების დაწყების შემდეგ ქართულმა ოცნებამ არაერთი კანონი გაამკაცრა, რომელიც დემონსტრაციების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მათ შორის გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. ამ დროის განმავლობაში არაერთი ადამიანია დაჯარიმებული გზის გადაკეტვის ბრალდებით. ზემოთხსენებული ფონდები დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდნენ. ფოტინია, ოლეანდრა, ირმის რქა, კანადური ნაძვი, კამელია, ადგინის მერია 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ფერდობზე ხემცენარეების დარგვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა შეპესე მოდუს გარდენმა მიიღო და სამუშაოებისთვის 38,000-მდე ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. მიმწოდებელს ევალება 11 სახეობის ხემცენარის დარგვა და მოვლა პატრონობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, შუახევის სოფელ ბრილსაში და წყალტუბოს სოფელ ფარცხანა-ყანევში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაშია გაგზავნილი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.